სანამ ოცნების ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმაზე ვისაუბრებდეთ, მოდი ჩავიხედოთ 2026 წლის ბიუჯეტში, რომელსაც მხარი მათ უკვე დაუჭირეს, რა წერია იქ გავარკვიოთ და რაში იხარჯება საბიუჯეტო რესურსები სკოლების მიმართულებით. პირველი, მასწავლებლებს ხელფასი არ ემატებათ. ანუ წინა წლებში მოუმატეთ და ახლა ბევრი არ მოუვიდეთო. სამაგიეროდ ხელფასს უმატებენ საკუთარ პარტიულ სისტემას სკოლებში, ადმინისტრაციას, დამხმარე პერსონალს და მანდატური სამსახურს. ქოცური მთავრობა მათ 20%-ით უზრდის ანაზღაურებას. მასწავლებლებს კი არა. ანუ პრიორიტეტი გაშლდა ქართული ოცნების. პარტიული სისტემა ამათვის მთავარი არა მასწავლებელი და არა სასწავლო დაწესებულება, არა ჩვენი შვილები. ხო, რაც შეეხება განათლების რეფორმას, ახალი ინოვაცია გაჩნდა, ფორმები, რომელიც უნდა შეკეროს ვინ? ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მშობლებმა, ოჯახებმა დამატებითი ხარჯი გაურჩინეს. ეს არის მათი რეფორმის არსი. ანუ დამატებითი ხარკი დაადეს ჩვენს თანამოქალაქეებს, ისედაც შეჭირებულ ჩვენ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ შვილებს რომ ფორმა ჩააცვათ, ამაში პული თქვენ უნდა დახარჯოთ. და რა არის ამ ყველაფრის არსი, რეფორმის არსი, რომ მეტი პული ამოიღონ ჩვენი თანამოქალაქეებისგან, ოჯახებისგან, მშობლებისგან და თვითონ საკუთარი კეთილდღეობა მოიწყონ. ანუ ოქროზოდები თვითონ დაილაგონ სახლებში და ნოლის სარგებელი მიიღოს მასწავლებელმა, სასწავლო დაწესებულებამ, მშობლებმა და ჩვენმა შვილებმა. ეს არის რეალურად ქოსური რეფორმა.